ევროსაბჭოს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა დრაგონი დღეს სახალხო დამცველს და კულტურის მინისტრს შეხვდა. დელეგაცია საქართველოს ახალ მთავრობას ეცნობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს. ევროსაბჭო მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს კანონების დახვეწაში, რაც ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხს აამაღლებს. ჩვენ გქონდა საუბარი პრიორიტეტებზე, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ უახლოეს წლების განმავლობაში. ევროპის საბჭო არის დაინტერესებული მხარი დაუჭიროს ახლდამცველის ოფისს იმ საქმიანობაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩვენ ვისაუბრებთ იმ ახალ თემებზე, ახალ საკითხებზე, სადაც იგივე კონფლიქტების მოგვარების კუთხით ჩვენი როლის გაზრდაზე, სადაც ევროსაბჭოს როლი და მათი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მქონდა პატივი, რომ 2 თვის წინ შევხვედროდი მას სტრასბურგში და გვესაუბრა ძალიან მნიშვნელოვან ჩვენ ქვეყნისთვის საკითხებზე და კულტურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვესაუბროთ იმ ხალხს, რომლებთანაც ჩვენ კონფლიქტი ჯერჯერობით ვერ მოვაგვარეთ. ვესაუბროთ მსოფლიოს და რაც თავარი ასევე, ესევე მთავარია, რომ ვესაუბროთ და ველაპარაკოთ ერთმანეთს. კულტურის მინისტრთან გურამოდი შარიასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს დემოკრატიის განვითარების პროცესში კულტურას მნიშვნელოვანი როლი აქვს. კულტურის განვითარების მეშვეობით შეიძლება ძალიან მარტივად მივახციოთ დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობას და ეს აუცილებლად მოხდება თუ თითოეული მოქალაქე ჩაერთვება ამ პროცესში. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, რომელიც ფუნდამენტური ნაწილია ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის.